მებრძოლი ლურჯ კუთხეში ქარელიდან საქართველო გურამ თბილაშვილი ახალციხის წარმომადგენლის სპორტსმენი იბრძოლებს დღეს ნახოთ ახალციხელებს ნამდვილად შეუძლია დღეს რომ გამარჯვება ახალციხეში და თავიანთ ქალაქებში დატოვონ. სამწუხაროდ ძალიან ცუდად დაიწყო ახალციხელებისთვის დღევანდელი ესე რომ ვთქვათ ივენთი, მაგრამ ლურჯი კუთხე გურამ თბილაშვილი დიდი იმედი მაქვს რომ ისინი მისი მოწინააღმდეგე შეძლებენ ამ მებრძოლი შედეგის შემოტრიალებას. საქართველოდან ახალციხე არუც თოროსიანი ტრადიციულად ორივე მებრძოლის შესახებ. მებრძოლი, რომელიც ლურჯ კუთხეშია განთავსებული, მისი ასაკი 15 წელი, წონა 63 კილოგრამი, სიმაღლე 70 სანტიმეტრი. ქარელიდან საქართველო გურამ თბილაშვილი. მებრძოლი წითელ კუთხეში, რომლის ასაკიც გახლავთ 17 წელი, წონა 63 კილოგრამი, სიმაღლე 180 სანტიმეტრი. ქალაქი ახალციხე, საქართველო არუც თოროსიანი. ნამდვილად დიდი ოვაციებით შეხვდნენ არუც დამსწრე საზოგადოება. ნახოთ ახალციხე პირველი ახალციხელის გამარჯვების მოლოდინშია. დაიწყო ორთაბრძოლა, აგრესიულად გადავიდა ლეკიქებით ეხა შეტევაზე. ტანში ძალიან კარგად მუშაობს, ძალიან აგრესიულად დაიწყო ეხა არუთმა ეს შეტევა. ფეხში ჩასვლა ცდილობდა გურამი, მაგრამ არ გამოუვიდა, კარგად დაიწყო ძალიან თავი არუთმა. აი კარგი ესე რომ ვთქვათ ლივერ აი გვიც ძალიან კარგად მუშაობს არუთი. ჯანის ხარჯზე იშორებს ეხა გურამს, მაგრამ არ გამოსდის გურამს ეხა. კარგ დარტყმებს ასრულებს თოროსიანი, ეხა კისრის აღებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. მოიშორა ეხა. გადავიდა ისევ დგომში ორთაბრძოლაო, რა კარგი ლეკიკი იყო, ისევ მშვენიერი ლეკიკი. უკვე ეს დარტყმა უკვე იგრძნო გურამა ფეხში, რაც შეეტყო კიდევაც მის გამომეტყველებაზე. წნეხავს ეხა გურამი ძალიან აპრესინგებდა არუც, მაგრამ არ გამოუვიდა. ეხა გარჩია ეხა არო ტოროსიანი ეხა გურამის გარჩია, საბმიშენის მცდელობა აქვს, მაგრამ ეს საბმიშენი დიდი ალბათობით არ გამოუვა, ამით ნამდვილად არ დანებდება არუთი ამ საბმიშენით. გარჩი იმყოფება ისევ არუთი, აი რამოდენიმე დარტყმა შეასრულა ეხა არუთმა, ტანის არეში პირველი რაუნდი დამთავრდა.
ვთქვათ ჭირდებათ ახლა მათ ესე რომ ვთქვათ რჩევების მიღება გურამს განსაკუთრებით რაღაც აქვს შესაძლებელი პირველი რაუნდის შემდეგ თავის ბრძოლის ტაქტიკაში ესე რომ ვთქვათ არუთის წინააღმდეგ ნახოთ რას შესთავაზებენ ეს მებრძოლები მეორე რაუნდში ერთმანეთს დაიწყო მეორე რაუნდი. მშვენიერი კიკი. ძალიან აგრძნობინა ეხა არუთმა გურამს ეს კიკი, მაგრამ მშვენიერი ტეიქდაუნი გააკეთა ეხა გურამამ ფეხის მტკინეულზე ცდილობს ეხა რო გადავიდეს. ძალიან კარგი ბიჭები არიან ნამდვილად. ძალიან სანახაობრივ დაპირისპირებას უყურებთ ეხა ფეხის აღებას ცდილობს და ისევ გადაიყვანა გურამა. მაგრამ არა არუთი ისევ დაბრუნდა გურამის გარდში. ნახოთ როგორ გაგრძელდება ჩვენი დაპირისპირება სეტკასთან მიყავს ეხა არუთს გურამი. ესე რომ ვთქვათ გურამი როდესაც მიწაზია გარდიდან უფრო უქნის ესე რომ ვთქვათ საფრთხეებს არუთს ვიდრე სტრაიკინგში მე ვფიქრობ სტრაიკინგში ძალიან დაჩაგრა ესე რომ ვთქვათ არუთმა გურამი უბრალოდ რატომ არ აგრძელებს სტრაიკინგში ამ დომინაციას ვერ ხვდები შეიძლება ჭიდაობა უფრო ეკომფორტულება მას მაგრამ აი რაც თქვი ზუსტად მშვენიერი გდება უნდა და გაეკეთებინა ეხა არუთს მაგრამ გურამს გამოვიდა მშვენიერი გდება და ისევ მოგვერძე შეიძლებოდა წასულიყო მაგრამ არა ქვევიდან აღმოჩნდა ეხა გურამი არუთმა ძალიან კარგად დაიცვა ტეიქდაუნისგან თავი შეკრული ყავს ეხა კონტროლშია არუთი უბრალოდ რამოდენიმე წამიანი ესე ვთქვათ შესვენება აიღო ახალი შეტევის დასაწყებად და მოსაფიქრებლად აი ტანში ძლიერი დარტყმა გაუშვა ტანში კარგად მუშაობს ეხა არუთი ძალიან ესე ვთქვათ აქტიურად მუშაობს გურამი ცდილობს გურამი ნამდვილად ცდილობდა ეხა ქვევიდან საბმიშენების გაკეთებას უბრალოდ ისეთ საბმიშენებს სთავაზობს არუთს რაც ესე რომ ვთქვათ მას მისთვის დიდი საფრთხე არ მოაქვს ამიტომ ჭუბის ანუ ამ საბმიშენით დამთავრება ძალიან მცირეა შანსი რომ ჭუბი ამ საბმიშენებით მოიგოს აი ეს მეორე რაუნდის დასაწყისი რაც გითხარით ძალიან ესე რომ ვთქვათ დიდი ლეგ კიკი გაუტარა ეხა არუთმა გურამს ნამდვილად იგრძნო აი წამოდგომაც კი ვერ მოახერხა თავიდან აი ეს მშვენიერი იყო ნამდვილად კარგი ტეიქდაუნი გამოვიდა გურამს ნახოთ ეს პირველი და მეორე რაუნდი დიდი ალბათობით არუთმა წამოიღო მაგრამ ნახოთ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია წინ მესამე რაუნდი გველოდება ჯანით აპირებდა ეხლა აი ისევ კიკები ისევ ლეგ კიკებს სთავაზობს არუთი და სტრატეგიულად ეხლა სწორია იმიტომ რომ წეღან აგრძნობინა ეს დარტყმები გურამს ისევ გარდში გადავიდა ორთაბრძოლა ეხლა იდაყვით ცდილობს რომ მოიშოროს არუთი და საბმიშენის მცდელობა უნდა რომ ეხლა ფეხი ჩადოს უნდა რომ ხელის ტკინეულზე გადავიდეს ამას აპირებს კიდევაც და შეიძლება ამით დაამთავროს ორთაბრძოლა არა ყოველგვარი საფრთხე ესე რომ ვთქვათ აირიდა არუთმა თავიდან მაგრამ ძალიან ესე რომ ვთქვათ აგრესიულად და კარგად დაიწყო მესამე რაუნდი გურამმა ისევ იმ საბმიშენის ხელის ანბარის ესე ვთქვათ გაკეთებას ცდილობს მაგრამ ჯერჯერობით არ გამოდის ის პირველი მცდელობა მესამე რაუნდის დასაწყისში ნამდვილად კარგი და ეფექტური იყო აი კარგია აი ტაქტიკურად ძალიან სწორად უდგება ესე რომ ვთქვათ არუთი იცის რომ პირველი მეორე რაუნდი დიდი ალბათობით წამოღებული აქვს და ბევრ ესე რომ ვთქვათ
ენერგიას და ბევრს საფრთხეებს აღარ ესე რომ ვთქვათ, აღარ უშვებს. აი ისევ ფეხში დარტყმა. უნდა გააგრძელოს ეს ფეხში დარტყმები არ უთმა 40 წამია დარჩენილი. აი ეხა თუ საბმიშენი თუ გადაარჩეს ნამდვილად გურამს, მაგრამ არა კარგად დაიცვა. აი დამცავების შესწორებისკენ მოუწოდა ამ საჯმა, გაანახდა ისე ორთაბრძოლა, ცენტრშია ისე ორთაბრძოლა, სტრაიკინგში მიმდინარეობს, მაგრამ არა, ისევ ვთქვათ საბმიშენზე ჩასვლას ცდილობს გურამი, მაგრამ უშედეგო და რა კარგი სპინინგ კიკი უბრალოდ არ გამოუვიდა და რაუნდიც დასრულდა. ნახოთ, დიდი ალბათობით დღეს ახალციხელების პირველი გამარჯვება იქნება ახალციხეში. დანარჩენს უბრალოდ დრო და ჩვენი ბიჭები გვიჩვენებენ. და ის გახლავთ მებრძოლი. აბა მებრძოლი წითელ კუთხეში არუთ თარაშიანი. ნამდვილად მეგობრებო, დამსახურებული პირველი გამარჯვება ახალციხელების ესე რომ ვთქვათ იჟინა იყო, ნამდვილად გაიმარჯვა ახალციხელმა სპორტსმენმა. ძალიან დიდი სიხარული მოუტანა ესე რომ ვთქვათ ახალციხელ გულშემატკივრებს. მიულოცოთ არუც ნამდვილად დამსახურებული გამარჯვება, ნამდვილად ესე რომ ვთქვათ სანახაობრივი ორთაბრძოლა იყო, როგორც სტრაიკინგში ასევე გრეპლინგში მრავალმხრივი ორთაბრძოლა იყო, რაც ნამდვილად სასიამოვნო საყურებელი იყო ჩვენთვის მაყურებლებისთვის. ისისთვის ვარ ყველა მოსულები, რომ მაქსიმალურად ვისიამოვნოთ დღევანდელი დღით. ასე რომ თუ გაწმდება ჩვენი ენერგიაც მოიმატებს წვიმის მატებასთან ერთად, არ გვეშინია ნამდვილად ამინდის ცვლილებით.